1-2-3 მოგესალმებით, გამარჯობა. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია და მოამბეში არის მის ხალხის ხმა, ჩვენ ვიწყებთ სახალხო მოამბეს. მე ვარ ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი, ჟურნალისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავარი მედია პლატფორმა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იხდიან ფულს, რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, მე აუცილებლად გეტყოდით, რომ ჩვენ ყველა საერთო პრობლემა გვაწუხებს. საქართველოს რიგითი მოქალაქეების შემოსავლის უმეტესი ნაწილი ფიზიკურ არსებობაზე იხარჯება. მაშინ, როდესაც მართველი ფსევდოელიტის წარმომადგენლები სახში ოქროს ზოდებს აგროვებენ. ამავე ხელისუფლების დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყების საქსტატის ოფიციალური მონაცემები გვეუბნება. 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე საარსებო შემწეობა მხოლოდ და მხოლოდ 200 ლარით განისაზღვრება. 350,000-მდე მოქალაქე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 350,000 ადამიანი განწირულია საქართველოში შიმშილისთვის. ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. 880,000-მდე ხანდაზმულის პენსია თვეში 350 ან 450 ლარია. 21,000-მდე მარჩენალ დაკარგული არასრულწლოვნისთვის სახელმწიფოს ემეტება მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი. 228,000 შრომის უნარიანი ჯანმრთელი ადამიანი ქვეყანაში არის უმუშევარი. ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. ემიგრაცია კი ყველანაირ რეკორდს ხსნის. ემიგრაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2023 წელს. ქვეყანა 164,000-მდე მოქალაქემ დატოვა. მათგან 43% 15 წლამდე ასაკის ბავშვია. ქვეყნიდან წასულების ნახევარი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ჩვენს ქვეყანაში ღარიბები ყოველდღიურად ღარიბდებიან, მდიდრები კი უფრო მეტად მდიდრდებიან. კერძოდ, 14 მინისტრიდან ქვეყანაში ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტში 7 ოფიციალური მილიონერია. მინისტრების ხელფასიც გაიზარდა და მათი ყოველთვიური ანაზღაურება მათ შორის მილიონერებისაც იქნება 13,600 ლარი. ქართული ოცნების 89 დეპუტატიდან პარლამენტში 33 ოფიციალური მილიონერია. ასაკვირველია, მათი ხელფასიც გაიზარდა და თვეში ის ხდება 12,800 ლარი. ეს რიცხვები ამ ადამიანების შემოსავლებზე არის ოფიციალურ და საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. თუმცა ეს მაღალი ხელფასებიც კი არ არის საკმარისი იმ ქონების დაგროვებისთვის, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ფლობენ. მაგალითად, ზურიადღირებული მანქანები, ზურიადღირებული ჩანთები, შეიძლება ერთი ჩანთა 10,000-იც კი ღირდეს. სახლები, ტყეები და ხეობებიც კი. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების ეგრეთ წოდებულმა სამსახურმა ქართული ოცნების ლიდერების სახლებიდან და მათი მეგობრების ბინებიდან ამოიღო 10-მდე მილიონი ამერიკული დოლარი ნაღდი ფული და ასევე ძვირფასეულობა, მათ შორის ოქროს ზოდებიც. მაშინ, როდესაც გველაპარაკებიან ეკონომიკის დუღილზე, ჩნდება კითხვა, ვინ გზნობს ამ ტემპერატურას, ჩვეულებრივი ხალხი თუ ჩინოვნიკები? დღეს ვიმყოფებით მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმისთვის რომ ვკითხოთ ხალხს. გამარჯობა, სახალხო მოამბე, შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ფასები გაზრდილია თუ არა, რამდენად ყოფნით შემოსავალი, რომ აი თვიდან თვემდე ოჯახი შეინახოთ. შემოსავალი ვის ყოფნის ახლა საქართველოში მითხარით ერთი. მე თვითონ ვიყავი 25 წელი წასული. ჩამოვედი საშინელება. საქართველოში ხალხი ფაქტიურად აი სიღარიბეში კი არ ვიცი რა ქვია ამ ცხოვრებას ქვია ნული. არაფერი არ არის. დაიარე თვითონ არ ხედავთ. რამდენად საკმარისი არის პენსია პენსიონერისთვის? გამორიცხული არის. და რამდენად სამართლიანი არის, რომ პენსია გაიზრდება მომავალი წლიდან 40 ლარით, ხოლო არ უნდა გაიზარდოს, ანუ მაინც ვერ დააკმაყოფილებს ასე ვთვლი, რაც არის. თქვენი პენსია რამდენად არის საკმარისი, რომ მედიკამენტი იყიდოთ და არ არის საკმარისი, არა, რა მედიკამენტი პურზე არ გეყოფა, პურზე. მშვიდობა არის ყოველ შემთხვევაში, მშვიდობას უჭერ მე მხარსა და მთავრობა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა დუღს. რიგითი ადამიანი მოქალაქე რამდენად გრძნობს ამ დუღილს? ყველა ვერ აგრძნობს, იმიტომ რომ ფასებია გაზრდილი და იმასთან შედარებით ძალიან იმათ არის რა. და თუ
თუ ცოტა სახელმწიფო ხალხის ხარჯზე გადავა და იმოქმედებს, სლათ უკეთესი იქნება რა. მით უმეტეს დამოუკიდებლად თუ ცხოვრობს პენსიონერი და დამხმარე არ ყავს, ამ პენსიით ცხოვრება არის შეუძლებელი უბრალოდ. ეს ჩინოსნებსაც ესმით წესით და თითეულიც ხედავთ. და ჩემი ბავშვიც კი გრძნობს, იგივე ფული აღარ ყოფნის ტკბილეული საყიდლად რომ ვაძლევ და მეწუწუნება. როგორ ფიქრობ, ვის სიბრალია ეს ყველაფერი? ეკონომიკური მდგომარეობის, რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაციაში, რასაც ვართ, ზუსტად იმის შესაბამისად. თავი პრობლემა ის არის, რომ ოლიგარქიულ წყობაში ცხოვრობთ. ვიძახით, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ერთი ადამიანი და მის ქვემოთ ყოფი ვიღაცა ჯიგრები მართავენ ამ ქვეყანას. ანუ რეალურად ყველაფერი არის ჩვენ ქვეყანაში არარეალური. თუნდაც არჩევნები, თუნდაც სასამართლო, აი, არ არსებობს ეს ყველაფერი, როცა მედია, ну, რა ვიცი, მედიაზეც იგივე შემიძლია თქვა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე რას ფიქრობ? საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე, რა ვიცი, ვიდიქი ხოლმე აქციებზე რაც ხდება და შენ თქვი რომ საზმაოსთან აქციებზე იყავი. მე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამომიშვეს. რატომ მოხვედი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაგალითად? რა იყო შენი სურვილი? რისი ცვლილება გინდოდა? არ ვიცი, იმის ცვლილება მინდოდა, რომ იმ ადამიანებს ესაუბროთ, რომლებიც აზრით მე მაინტერესებდა და რეალურად იმ ხალხს ჭირდება, რომელიც ეხა გაჭირვებული არის. ის განსხვავებული აზრი, რომელსაც ადამიანები ვერ ხედავენ, ის ტელევიზორს უყურებს. აი მაგის დანახება იყო აუცილებელი ჩემი აზრით და მაგიტო ვიყავი. მაღაზიაში შედიხარ და 100 ლარი სიხდი პატარა პარკში, რომელიც დღიდან დღემდე არ ყოფნისან არის. აი ეგ არის ჩვენი თავრობა და ეგ არის ჩვენის ამ შემთხვევაში როგორც ხვდები მგზავრთა გადაყვანაზე ხარ მუშაობ, ხო? კი ბატონო. საწვავის პასი, ავტომობილის ყველაფრის პასი რემონტის მოქმედებს და ჩვენ არაფერი გამოგვს. ვერ რამე გჭირდება. განათლება მაგალითად განათლებას ვჭირდება და პირველ რიგში კაიმთავრება გჭირდება. აი რა უნდა გაგვიკვეთოს მთავრობა? რასაც ახლა აკეთებს, ის არ უნდა გააკეთოს ყოველ შემთხვევაში. რა გინდათ რომ გააკეთოს მაგალითად? ან ამ მთავრობამ, ან მომავალმა მთავრობამ, რომელიც იქნება. პენსიას და ხელფასს რო იძახით, ემატებაო, ხო? მარტო პენსია და 40 ლარი მაგ საქმეს არ შველის, იმიტომ რომ აგერ აფთია. წამალი ორმაგი ფასი ხდება, სადაც პენსიას 20 ლარით აძვირებ. აქ წამალს 200 ლარს მახვებია, მომატება. და ეგაა პრობლემა. საკვები პროდუქტებზე გაძვირებული ფასი რამდენად ზოგადად ოჯახს? ყველაფერი რა. ყველაფერი კარგად იცით, რაც ხდება და როგორ. მადლობა. იქით იტალიაში 3 წელი ვიყავი და ძალიან გამიჭირდა და წამოვედი. პენსიონერი ვარ უკვე და ჩამოვედი და მინდა რომ აღარ წავიდე. მაგრამ ამ პენსიას უწყურებს რაც არის და 20 ლარი ემატება ახალ წლიდან და რამდენად შეძლებ რო აქ დავრჩი ვერ გეტყვით. ემიგრაციის პრობლემა საკმაოდ დიდია ჩემს გარშემო, ვინც ახალგაზრდა იყო, რომელიც კარგად აზროვნებდა და რომელზედაც საქართველოს უნდა იდღეს, დღეს წასული არის. მინდა რა თქმა უნდა რომ დაბრუნდნენ, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ რომ ინვესტიცია უნდა ჩავდო იმდენად ჩემ შვილში, რომ ესეთ სიტუაცია თუ იქნება წლების შემდეგ, ისიც წავიდეს და აქ არ იცხოვროს. რაც თავარია, რაც უნდა გაკეთდეს, ის არის რომ შევქმნათ ნორმალური პირობები საქართველოში, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს. დღევანდელ საზოგადოებას მივცეთ ის, რომ არ გაუჩნდეს სურვილი აქედან წასვლის. არა მარტო ცხოვრების პირობების გარდა სხვა დაფასება, რა ვიცი, ის რაღაცა, რაც ადამიანს არა მარტო ფულს იქეთ კიდე რაღაცები, რაც აუცილებელია, რომ საქართველოში დატოვოს ეს ახალგაზრდები. გამოსავალს თქვენ რაში ხედავთ? სანამ ეს მთავრობა იქნება, გამოსავალი არ იქნება. როგორ ფიქრობთ, რაში არის გამოსავალი? რა ცვლილებები ჭირდება ქვეყანას? რა ცვლილებები ჭირდება? ისე მთავრობამ უნდა გადახედოს ამ ეკონომიკას, ესე იგი თვითონ აი როგორც ეხა თქვენ ახართ გამოსული, ალბათ არ გამოდიან ისინი, ესე და არ ხედავენ რა ხდება. ეს იყო სახალხო მოამბე დიდუბიდან. აუცილებლად ცოტა ხანში შევხვდებით უკვე სხვა ადგილას და სხვა თემით. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს, ამ პროდუქტს თქვენ იხილავდით სწორედ საზმაოს ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.